ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის დაფინანსებით ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტი იწყება, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა ექნებათ რობოტიკი და პროგრამირება უფასოდ შეისწავლონ. 10-დან 15 წლამდე მოზარდები 4 თვიან კურსებს ადგილზე გაივლიან, რის შემდეგაც მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. ახალგაზრდებს გადაეცემათ კურსის გასავლელად საჭირო ტექნიკა და მოწყობილობებიც. გაკვეთილები 2 თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. ჩვენი ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეირჩა შემოვიდა 200-ზე მეტი განაცხადი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევარჩიეთ 50 აპლიკანტი, რომელიც დღეს გასაუბრებაზე არიან დაბარებულები, მათგან კი 30 საუკეთესო მოსწავლე შეირჩევა და გაივლიან რობოტიკის, პროგრამირების, 3D მოდელირების და ელექტროინჟინერიის კურსს. ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი არის დაინტერესება, ინტერესის გარდა დიდი არის ცოდნის დონეც და ვფიქრობთ, რომ ძალიან გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ 30 მოსწავლეს, საუკეთესო 30 მოსწავლეს შევარჩევთ, რომლებიც გაივლიან აღნიშნულ კურსს. რობოტიკის სწავლების მიმართულება ყველას უცნობია, რომ მოიცავს STEM მიმართულებას და STEM მიმართულება მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნის განვითარების მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვაკნევთ არც ერთ კონტექსტში ჰუმანიტარულ მიმართულებას, არსებული კვლევები, მათ შორის როგორც არის პიზას კვლევა და სხვა საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა საჭირო ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში STEM მიმართულების გაძლიერებაზე და ეს პროექტი სწორედ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის დაინტერესება ამ მიმართულებით, რომ ხელი შეეწყო მოსწავლეებისთვის STEM მიმართულების გაძლიერებაში, სწორედ ამას გულისხმობდა, რომ ის ინტერვენციები, რაც სახელმწიფო დონეზეა, ადგილობრივ დონეზეც გადმოტანილი იყოს და შესაბამისად ამ ხელშეწყობით მივიღოთ პრინციპში უკეთესი მომავალი და უკეთესი ქვეყანა.